14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში. სკოლის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი აღესრულა. ღვთისმსახურება სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღავლინა. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიის ტერიტორიაზე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი შენდება, რომლის საძირკველიც 2024 წელს იკურთხა. დღეს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში გამოფენაც მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გარდა ამისა, გაიმართა სპორტული ღონისძიებებიც. გილოცავთ წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს. დიდია მადლი დღევანდელი დღისა და დიდია მადლი ჩვენი კეთილმსახური მეფისა. თამარ მეფის ეპოქას სამართლიანად ეძახიან ოქროს ხანას. მართლაც ეს იყო საქართველოსთვის ძალიან დიდი ეპოქა და როდესაც ჩვენი სკოლა ფუძნდებოდა, მისმა უწმიდესობამ გვითხრა, რომ ეს გიმნაზია იქნებოდა თამარ მეფის სახელობის და ჩვენ მოვამზადებთ ბავშვებს თამარის ეპოქისათვის. და იმის შემდეგ ვასრულებთ ჩვენი აც გარდაცვლილი პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და ეროვნული სულისკვეთებით, თამარის ეპოქის სულისკვეთებით იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები ჩვენს გიმნაზიაში. დღეს თავიანთ შემოქმედებას აჩვენებენ ბავშვები, როგორც სკოლა-გიმნაზიის, ასევე ხელოვნების სკოლის მხატვრული შემოქმედების წარსდგებიან ჩვენი სტუმრების წინაშე, მშობლების წინაშე. ჩვენ სასიხარულო დღეები გვაქვს, რადგან გვყავს ახალი პატრიარქი. ორი დღის წინ ჩატარდა ინტრონიზაცია და მისი უწმიდესობა, უწმიდესი შიო არჩეული იქნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ის დიდი ღვაწლი, რასაც ილია მეორე ეწეოდა საქართველოს ეკლესიისათვის და ჩვენი ერისათვის, უწმიდესი შიო გააგრძელებს ამ გზას და ჩვენ სამღვდელოება ყველა გვერდში დაუდგებით, სასულიერო პირები, ეპისკოპოსები და ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, თუ როგორ უნდა ერთიანობა, ერთად ყოფნა, ერთად თანადგომა ჩვენ ერს, როგორც არასდროს დღეს სჭირდება ერთიანობა, ერთსულოვნება და მეფე თამარის ლოცვით და ჩვენი დიდი წმინდანების ლოცვით, ანდრია პირველი წოდებულის მადლით მე მწამს და მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება და ჩვენ დავიბრუნებთ თამარის ეპოქას. თამარის ეპოქას, როცა ხელისუფლება და ეკლესია იდგა ერთმანეთის გვერდში, თამარ მეფე ერთნაბიც არ დგავდა ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ყველა საკითხი იყო შეთანხმებული, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქთან, ყველა გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული ეკლესიასთან და ამიტომ ჰქონდა ჩვენ ის დიდი შედეგი, რაც მაშინ მიიღო საქართველომ და ამიტომ დაგვიდგა ოქროს ხანა. მე მწამს და მჯერა, რომ თამარის ეპოქა სულმალი ამ ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის განათლებით, ამ სკოლაში მიღებული, გიმნაზიაში მიღებული განათლებით ჩვენ თამარის ეპოქას დავიბრუნებთ. მინდა მიულოცო მის უწმიდესობას ახლად გამორჩეულ შიო მესამეს პატრიარქობა და წმინდა თამარ მეფის გიმნაზიის სახელით მინდა მიულოცო ეს დიდი პატივი ანდრია პირველი წოდებულის ტახტზე აღსაყრება. ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით სინოდის ყველა წევრს, ულოცავ ჩვენი გიმნაზიის პედაგოგებს, მშობლებს, თანამშრომლებს, ულოცავთ თქვენს ტელევიზიას და ულოცავთ სრულიად საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა თამარ მეფე შეეწიოს ყველა ქართველს და განსაკუთრებით ამ
გიმნაზიის მსმენელებს, მასწავლებლებს და დამფუძნებლებს. ამ გიმნაზიის კედლებში ისწავლება არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, არამედ ის მთავარი ღირებულებებიც, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ქართველი ერის ფორმირებისათვის. ყველაზე მეტად სასიხარულოა ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა იაზრებს თუ რა დიდი სიწმინდე იყო ჩვენთვის წარსული. და მე მინდა მადლობა უთხრა აი ამ შესანიშნავი პანსიონის, რომელიც ქრისტიანულად ის ახალგაზრდობას და ზდის ქართულ კულტურასთან ერთად. მამა მირიანს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ სკოლას უკვე დიდი ხანია, მეც გახდით ამ სკოლის პედაგოგი, ესაა საოცარი ოაზისი. მე ულოცავ ამ ჩვენ შვილებს ამ დღეს. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ვუსურებ საქართველოს ისეთ ძლიერ საქართველოს, როგორც თამარის დროს იყო, ჩემი შვილები, ორივე შვილი სწავლობს სკოლა გიმნაზიაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრის მომცემია ეს სკოლა ახალი თაობისათვის და იმ ღირებულებებისათვის, რასაც უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე. დღეს არის ამ სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს მე ვასრულებ აფხაზურის ცეკვას ანსამბლში მონაწილეობ და ვასრულებ ცეკვა აფხაზურს. დღეს ჩვენ სკოლაში იმართება კონცერტი თამარ მეფის დღესასწაულთან დაკავშირებით. მე ვიღებ მონაწილეობას და ცეკვა აფხაზურს და მიხარია. გილოცავ დღევანდელ დღეს. ამ დღისთვის ჩვენ სკოლა ძალიან დიდხანს ეზრდებოდა, იმიტომ რომ დღეს არის კონცერტი და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ კონცერტზე ვიმღერე და შევასრულე თამარ მეფის სიმღერა და ლალე. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ჩვენ სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით იმართება სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი არის გამოფენა ჩვენი სკოლის მოსწავლეების, რომელშიც ვიღებ მონაწილეობას და ჩემი რამდენიმე ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს ლოტკინის დასახლებაში დაარსდა. სკოლა გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები. განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები დღეს გაიხსნა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი კონფერენცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო კონფერენცია 2014 წელს დაარსდა. ღონისძიება მიზნად ისახავს ცნობილი ქართველი მუსიკის მცოდნის, პროფესორისა და მკვლევრის მანანა ანდრიაძის სახელისა და მრავალწლიანი კულტურულ საგანმანათლებლო პედაგოგიური მოღვაწეობის პატივისცემას, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაფასებას. წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებული გახლავთ, ვინაიდან ჩვენ იგი მიუძღვენით უწმინდესისა უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და ამდენად ჩვენთვის მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რაოდენი ღვაწლი მიუძღვის ილია მეორის ქართული ტრადიციული მუსიკის დაცვის შენარჩუნების, ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვაში, შენარჩუნებაში და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მისთვის მიგვეძღვნა წლევანდელი კონფერენცია. კონფერენციას გამოარჩევს ისიც, რომ წელს მისი მასშტაბი, გეოგრაფიული არეალი და კულევითი არეალიც გაცილებით გაფართოებულია. მონაწილეები ბრძანდებიან წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან, უკვე არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ადგილზეც ჩამოვიდნენ ისინი და იღებენ მონაწილეობას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თემატიკა და მოხსენებების შინაარსი არის საინტერესო, მრავალფეროვანი, რაც გვიქმნის მის ფიქრის საფუძველს, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია და სამეცნიერო მუშაობა გაიმართება სესიების ფარგლებში. კონფერენცია დღეს საზეიმოდ გავხსენით
იყვნენ წარმომადგენლები როგორც გალობის უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, ქალბატონ მანას ოჯახის წევრებიც მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას და მონაწილეებს. სესიების მუშაობა გაგრძელდება ხვალ და ხვალ გაიმართება 4 საათზე საზეიმო დახურვის ღონისძიება, სადაც მონაწილეებს გადაეცემათ მან ანდრიაძის სახელობის პრიზი და ჯილდო და აგრეთვე წელს კონფერენციას აქვს სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარ რჩეულს გამოარჩევს ფონდი ქართული გალობა, რომელიც ასევე დააჯილდოვებს მის რჩეულ მონაწილეს და ასევე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდიც უკვე ჩვენი პარტნიორი გახდა ღონისძიებაზე და ისიც გამოარჩევს საუკეთესო მომხსენებელს და დააჯილდოვებს მას. ასე რომ ამ თვალსაზრისითაც წლევანდელი კონფერენცია გამოირჩევა სიახლით, მინდა ვუსურვო წარმატება ყველა მონაწილეს, დამსწრეებს კი საინტერესო დისკუსიაში მონაწილეობა. ყოველ წელს განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს ხოლმე ამ დღის, რადგანაც ეს კონფერენცია ეძღვნება ჩვენთვის ყველასათვის განსაკუთრებით საპატივცემულო პროფესორის ქალბატონ მანან ანდრიაძის ხსოვნას. ჩემთვის პირადად ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ასევე ჩვენთვის საყვარელი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ნათელ ხსოვნას. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს მოხსენებას, ეს მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში. ეს პროექტი შეისწავლის ვნების კვირის საგალობლებს ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდ მასალას მოუყარეთ თავი და დღევანდელი მოხსენება შეეხება ერთ-ერთ საკითხს, რომელიც განიხილავს წმინდა ანდრია კრიტელის ვნების კვირის სამსაგალობლებს ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში. დღეს გალობის უნივერსიტეტი მართავს პროფესორ მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილ სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციას. უკვე 2 წელია, რაც ამ კონფერენციამ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა. წელს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. და ჩვენ პატივს მივაგებთ ამ 2 უდიდესი ადამიანის ხსოვნას დღევანდელ დღეს. მე გახლავართ ქალბატონ მანანა ანდრიაძის ბოლო სტუდენტი და შემიძლია გავიხსენო მასთან გატარებული ყოველი შეხვედრა, ყოველი ლექცია ძალიან დიდი სიყვარულით და ის იყო სტუდენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც საკუთარ განათლებას და ზრუნვას და ჰუმანურ პედაგოგიკას სრულიად ავლენდა საკუთარ სტუდენტებზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაზე. ის არაერთი წლის განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და მისი ცხოვრება, მისი პროფესიული გზა წარუშლელ შთაბეჭდილებას და წარუშლელ გზას ტოვებს დღესაც თანამედროვე მკვლევრების ცხოვრებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და მოძრაობა დავითიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდული პროექტების განვითარებასა და ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული, კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის სახელწოდებით „გაიცანი აფხაზეთი, დაიცავი მემკვიდრეობა“. მასში მოძრაობა დავითიანის პარტნიორის სკოლები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. პირველი ადგილი მოიპოვა თბილისის 91 სკოლამ, მეორეზე თბილისის 45 საჯარო სკოლა გავიდა. მესამე ადგილი კი თბილისის 99, 115 და 59 სკოლებმა დაიკავეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავითიანის ტექლაბის ინოვაციური პლატფორმა. პირველ რიგში სრულად საქართველოს ულოცავ ჩვენი უწმინდეს აღსაყდრებას, მეფე შემოსამეს ლოცვა კურთხევა შეწევდა სრულად საქართველოს. თემატურად ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ დღევანდელი ღონისძიება დავითიანის და აფხაზეთის სამინისტროს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ერთობას და როგორც ჩვენი პატრიარქის ტიტულში არის ბიჭვინთისა და აფხაზეთის მთავრების კოლოსი, სიმბოლურად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პატრიარქის ლოცვა კურთხევით უფრო მეტი საქმე გაკეთდეს. და ჩვენი ქვეყნის ერთობა უფრო
გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის დავითიანმა გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც არაერთი კულტურული, საგანმანათლებლო და ღირებულებითი ღონისძიებები იქნება განხორციელებული. ამავე დღესვე შედგა უკვე ორი პროექტი. პირველი ეს იყო ინტელექტუალური კონკურსი გაიცანი აფხაზეთი დაიცავი მემკვიდრეობა, რომელშიც ჩართული იყო დავითიანის თბილისის სკოლის ახალგაზრდა წევრები, 30 სკოლის 100-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ორგანიზებულად ჩართული, რომელთაც შეისწავლეს აფხაზეთის ისტორია და დღეს თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. ამავდროულად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დავითიანში ამ მიმართულებით შეიქმნა ტექნოლოგიური ლაბი, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს დეკანოზი თომა ცეცხლაძე და მათ წარმოადგენს ინოვაციური პლატფორმა, სადაც უკვე მასშტაბურად იქნება შესაძლებელი ახალგაზრდებმა დაღიმაღლონ თავიანთი ცოდნა აფხაზეთის კულტურული და არა მარტო კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანის ბაზაზე დაარსდა ტექნოლოგიური ლაბი, შემოქმედებით ტექლაბი, რომლის ძირითადი ფუნქცია და ამოცანა გახლავთ თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებით ჯანსაღი ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის. ტექლაბის ბაზაზე დღეს კონკრეტულად ამ ღონისძიებაზე შეიქმნა 200-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე გენერირებული საგამოფენო ნაშრომი, რომელიც ასახავს აფხაზეთის კულტურას, აფხაზეთის რელიგიურ ტრადიციებს და იმ ისტორიულ ადგილებს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქართულ ფესვებთან. ჩვენ მარტივად დავარქვით ამ გამოფენას საქართველოს აფხაზეთის საქართველოს გულია, რაც ჩვენს გამოფენაშიც აშკარად აისახება. ამავე დროს ტექნოლოგიურმა ლაბორატორიამ ჩვენმა ტექლაბმა შექმნა საიტი, რომელიც სატესტო რეჟიმში იმყოფება და ამ საიტზე განთავსდება ინფორმაცია შემდგომ დაინტერესებული პირებისთვის აფხაზეთის კულტურის, რელიგიური ტრადიციების და ყოფაცხოვრების შესახებ. მოკლედ, რომ ვთქვათ, აფხაზეთის თემატიკა დაკავშირებით ნებისმიერ მსურველს შეიძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და არა მხოლოდ წაიკითხოს ან მოისმინოს, არამედ იმოგზაუროს კიდეც აფხაზეთის ტერიტორიაზე ვირტუალურად. ეს როგორ მოხდება, ორი სიტყვით გაგიმარტავთ, VR-ის ეგრეთ წოდებული ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით შესაძლებელი იქნება აფხაზეთის ჩვენთვის ისეთ ტერიტორიებზე მოგზაურობა, რომელზეც დღეს სამწუხაროდ ფეხის დადგმა და ფიზიკურად მოგზაურობა არ შეგვიძლია. ასევე ჩაშენდება ამ საიტზე ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ხელმძღვანელობას გაუწევს აფხაზეთის კულტურის, რელიგიისა და ისტორიის შესწავლაში და დაეხმარება საკუთარი ნებისმიერი კითხვის პასუხისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადოთ დავითიანს, რომელთანაც ერთად ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ. საოცარი დღე იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდები მონაწილეობდნენ კონკურსში, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება და აფხაზეთის ისტორიას. წინასწარ ბავშვები გაეცდნენ მთელ დოკუმენტურ მასალას და ამ მასალის საფუძველზე მონაწილეობა მიიღეს სკოლებმა, დაახლოებით 30-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. გვიხარია და ბედნიერი ვარ, როგორც მინისტრი, დევნთა მინისტრი, რომ ამ პროცესში ჩართულია მთელი თბილისის, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდების და მჯერა რომ ეს არის გზა, რომელიც ცოდნით და განათლებით მიგვიყვანს ქვეყნის გაბწყინებამდე და გაერთიანებამდე. მემორანდუმი, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ, არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვგეგმავთ პროცესს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ახალგაზრდების განვითარების დონის ამაღლებას და განსაკუთრებით საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს სხვა დანარჩენი სკოლები და შესაძლებლობა კონკურსის პრინციპით მიეცეს ახალგაზრდებს, არათუ თავიანთი ცოდნა წარმოადგენენ მხოლოდ, არამედ მონაწილეობა მიიღონ გასვლით პროგრამებში და სხვადასხვა ექსკურსიებში თუ ბანაკებში. ძალიან შთამბეჭდავი იყო, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. სკოლის მოსწავლეები ძალიან გათვითცნობიერებული არიან, როგორც დავინახეთ. აფხაზეთის ისტორიაში, განსაკუთრებით მის კულტურულ მემკვიდრეობას იცნობენ ძალიან კარგად. საკმაოდ რთული შეკითხვები იყო, საინტერესო შეკითხვები იყო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, მოიცავს მთელ საქართველოს. მინდა რომ ისევ ასეთი ბევრი კონკურსი გაკეთდეს აფხაზეთზე, რადგან ბევრი ბავშვი ჩაერთოს. იმის და მიუხედავად, რომ სკოლიდან ერთი წარმოადგენელი ვიყავი, მაინც შევძელი უმაღლესი ქულის დადება და საგზურის მოპოვება. მათ ჩაატარეს გაიცანი აფხაზეთი, ეს არის შემეცნებითი ხასიათის
ესე ვთქვათ, კონკურსი, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ცოდნა მისცა აფხაზეთის მატერიალური კულტურის, პოლიტიკური ისტორიის, საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისით და გარდა ამისა წერილობითი კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც ამ ბავშვებს. დღევანდელმა კონკურსმა სწორედ აჩვენა ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და თუ გაგრძელდება მომავალში არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა სკოლებში, ძალიან კარგი იქნება. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ, ესე ვთქვათ, ჩვენს შთამომავლობას და ჩვენ მომავალ თაობას ვასწავლით იმას, რომ ეს რეგიონები არის ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით იდენტობისთვის მნიშვნელოვანი საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები, საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები და წერილობითი კულტურის ძეგლები. ეს რეგიონები, ოკუპირებული ტერიტორიების რეგიონები მოფენილია ქართული წარწერებით და წარწერა და დამწერლობა არის ჩვენი იდენტობის უნიშნულოვანესი მახასიათებელი.